გამარჯობა, მე ვარ ლაშა ჭანჭღავა და ეს არის ექსკურსიის მორიგი შეხვედრა, სადაც ჩვენ საუბარი გვექნება მამა დოროსთესთან და მამა შიოსთან, მიმდინარე ამბებზე, ზოგადად ქრისტიანობის მნიშვნელობაზე, იმიტომ რომ დღეს აი თანამედროვე პერიოდში ბევრ საკითხს თითქოს მნიშვნელობა აქვს შეცვლილი თუ სხვანაირად გვესმის და აუცილებელია რომ ყველაფერი დავინახოთ ისე როგორც არის, თქვენ აქტიურად მონაწილეობთ პროტესტში რუსთაველზე გამოდიხართ, მე გაგიცანით ზუსტად აი ამ პროტესტების მსვლელობისას და პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია რომ ჩვენ გვერდით გახართ, ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ზოგადად პროპაგანდა აჩვენებდა ისე რომ თითქოს ჩვენს მხარეს უღმერთოები, რა ვიცი, ტერორისტები და ესეთი ადამიანები იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ დაინახოს რეალურად ვინ დგას რუსთაველზე, რატომ დგავართ და ასე შემდეგ, ხო? ასევე გეუბნებიან რომ რა ვიცი, დაფინანსებულები ხართო. მე ჩემი ვერსია მაქვს ამას რატომ ამბობენ? პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ იმ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ვინც ასე აქტიურად არ არის ყოველდღიურად ჩართული პროტესტში, იფიქროს რომ იქ მაგათი ადგილი არ არის და რომ აი კონკრეტული ჯგუფი, დაფინანსებული ჯგუფი მონაწილეობს მხოლოდ. მე პირველ რიგში თქვენთან მექნება ისეთი კითხვა უფრო საუბრის რეჟიმში წავა ალბათ ჩვენი მსჯელობა, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს აი რატომ გამოხედით რუსთაველზე და ეს ყოველდღიურ ხასიათს რატომ აძლევთ ამას, რამ განაპირობა ეს თქვენთვის? მოგესალმებით. ჩემი ცხოვრების მანძილზე მე არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა საპროტესტო აქციებზე ყოფნა. არასოდეს არ მქონია ეს განცდა, რომ აი რაღაცნაირად მე ჩავერთვებოდი ამ აქციებში და არასოდეს არ ყოფილვარ. პირველად გამოვედი აქციაზე და პირველად ჩავერთე აგერ 57 წლის კაცი. მაგრამ ეს რომ იყოს რაღაცა პოლიტიკოსებს შორის, პარტიებს შორის რაღაცა ურთიერთობა, ნამდვილად არ ჩავერთვებოდი, იმიტომ რომ როცა პარტიები იბრძვიან, ეს არ ნიშნავს ეროვნულ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ იბრძვიან თავიანთი პროგრამებით, რომელი უკეთესი იქნება, რომელი უარესი, მაგრამ შეიძლება ერთს მეორე ჯობდეს, მაგრამ ყველა არის მაინც საქართველოს შვილი და ესეთი ხედვა აქვს და ისე წარმართავს, მაგრამ დღეს არ არის ესე პარტიებს შორის ბრძოლა, ეს არის ზუსტად საქართველოს გადასარჩენად ბრძოლა. ამიტომაც მომიწია ეს ჩემი გამოსვლა და მეორეს მხრივ მთელი პროპაგანდა მიმდინარეობდა იმაზე, რომ აგებული იყო ეკლესიის რაღაც ნაწილიც ამას აკეთებდა და ან ეთანხმებოდა, ან ეხმარებოდა მთავრობას, რომ თითქოს მთავრობა არის ეკლესიის დამცველი. გახსოვთ არჩევნების წინ ესეთი ის გააჟღერეს, რომ ჩვენ სახელმწიფო რელიგიად გავხდით მართლმადიდებლობას, თითქოს რომ კარგი იყოს ეს. და ყველა ვინც ქუჩაში დგას, ის არის ან LGBT, ან თქვენ როგორც ვთქვით, დაფინანსებული და თვითონ ფინანსების გამო აკეთებენ ტროლები, ბოტები, მარტო ფინანსებზე მუშაობენ, ესენი საერთოდ დედას წამალს არ დაალევინებენ, თუ დედამ ფული არ მისცა, ესეთი ხალხია. და აქ ჩანს ის მომენტი, რომ რუსულმა ცნობიერებამ საქართველოში შემოიტანა ისეთი ჩვენთვის შექმნილი პროპაგანდა, რომ თითქოს მღვდელი უნდა წირავდეს, უნდა ლოცულობდეს და არ უნდა ერეოდეს რა ხდება ქვეყანაში, ამაში არ უნდა ერეოდეს. აი ეს პროპაგანდა ძალიან მუშაობს ეკლესიაშიც. და მე ზუსტად აი ამ რაღაც კლიშეებს თუ რა დაუძახო და იმას ვამსხვრევ პირველ რიგში,
თვითონ თავიანთვის რუსეთის ეკლესია არათუ არ ერევა, არამედ ვერ გაარჩევ იქ ვინ არის ეკლესია და ვინ არის სახელმწიფო, იმდენად არიან შერწყმულები, მაგრამ ჩვენთანაც იგივე ხდება ხო სახელმწიფოსთან და ერის მიმართებაში ნამდვილად ყველა მღვდელი ვალდებულია, რომ ერს დაუდგეს იმ ბრძოლაში, რომელიც ბრძოლაც სახელმწიფოს თავისუფლებას ნიშნავს, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ნიშნავს, რადგან ჩვენც ამ ერის შვილები ვართ და ჩემი გამოსვლა ძალიან არ მოეწონათ, იმიტომ რომ მე დავამსხვრიე მათი ეს პროპაგანდა, რომ იქ LGBT დგას, იქ აღმოაჩინეთ თქვენ, იქ აღმოაჩინეთ ძალიან ბევრი ხალხი, რომელიც ძალიან განათლებულია, ეროვნულია, ეროვნული სულით გამშვალულები არიან და ისეთი ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთ თავზე აიღეს ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა და ამბობენ და აკეთებენ იმას, რომ იციან ეს ქვეყანა მათი გასათავისუფლებელია და მათი დასაცავია. ეს იყო ჩემი მიზანი, რომ მე საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის დამენახებინა, რომ იქ არ დგანან სატანისტები, ასევე დამენახებინა, რომ იქ ძალიან თავისუფალი და გონიერი ადამიანები დგანან და ასევე დამენახებინა, რომ მთავრობა პირიქით ეკლესიას ანგრევს და არათუ რამე სიკეთეს უკეთებს. ეს იყო ჩემი მიზანი და მე ეს მიზანი რო შევასრულე, ბევრი შეწუხდა. შეწუხდა ეკლესიაშიც, ანუ ეკლესიას როცა ვამბობ რაღაცა ფრთა, რომელიღაცა ფრთა შეწუხდა და ძალიან დიდი ბრძოლები დაიწყეს. თუმცა მე არ მეშინია მაგათი ბრძოლის პირიქით, რაც უფრო მეტად მებრძვიან, მით უფრო მეტად გამოჩნდებიან, რომ ისინი ქვეყნის კურსს ღალატობენ და ღალატობენ იმ ჩვენს არჩევანს, რომელიც არის ერთა შორის ერად დგომა, რომ ჩვენ მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებთან როგორც ერი ვიდგეთ და მათთან ერთად განვითარებაში შევქონდეს წვლილი. ამაში ხა ამ ამბების შემხედვარე და ეს აქტიურობა ქვია მას, ხო? ასე საკეთები თქვენი ის ვიდეოც რო ნახეთ ეგ პოლიციასთან დამოკიდებულებაში და ასე შემდეგ. აი ამასთან ერთად კიდე მაინტერესებს ეს პროპაგანდის მანქანები თუ ამუშავეს თქვენ წინააღმდეგ და რა დამოკიდებულება ზოგადად აი ამ კუთხით. აი რას ხედავთ ახლა თქვენ ძირითადად იმ პოლიციელს როდესაც ესაუბრებოდით, ეუბნებოდით რომ ეს ყველა კანონი არ არის ხოლმე სწორი რეალურად ეგ არის, ხო? რაღაც პირბადეების ტარება და ასე შემდეგ. ისინი საუბრობენ რომ აი კანონია ეს და ამას მემორჩილები და ვასრულებ, ხო? აი იმის გარშემო მინდა ვისაუბროთ, აი სამართლიანობა რამდენად შეიძლება სამართლიანი რამდენად შეიძლება იყოს ყველა კანონი რა. ადამიანი პირველ რიგში კანონის მსახური კი არ უნდა იყოს, პირველ რიგში უნდა იყოს სიმართლის მსახური. და როდესაც ადამიანი სიმართლის მსახურია და იცის რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება, ამის შემდეგ როდესაც ეს ადამიანი უკანონობას გადააწყდება, ხო, იქ უკვე არჩევანის წინაშე დგება. იქნება ის ამ უკანონო ბრძანებების აღსრულებელი თუ დარჩება ისევ სიმართლის გაგზაზე და უარს იტყვის ამ უკანონო ბრძანებების აღსრულებაზე და ასე რომ საერთოდ ადამიანი არის პიროვნება და არის პროფესია. ანუ ყველა პიროვნებას აქვს რაღაცა თავისი პროფესია, ხო? და შენ როდესაც არჩევანის წინაშე დგები, პიროვნება თუ პროფესია, ყოველთვის უნდა დააყენო წინ შენი პიროვნება, რომ შენი პიროვნება სიმართლეს ემსახურებოდეს. და სამწუხაროდ აი პოლიციელების ძალიან, რა ვიცი, დიდი ნაწილია ეს თუ მცირე ნაწილი არ ვიცი, მაგრამ საკუთარი პროფესიული მოვალეობა უფრო წინ დააყენა და არასწორი მოვალეობა, ანუ არასწორად ასრულებენ იმ პროფესიულ მოვალეობასაც და ეს ძალიან სამწუხაროა. საერთოდ ადამიანს
როცა რაღაცა გაგაჩნია ეს მარტო შენთვის არ უნდა კონდეს, არამედ სხვისთვისაც უნდა კონდეს, როცა რაღაცა ჭარბად გაგხო ვიღაცას მაგალითად აქ სიმდიდრე, ვიღაცას ძალაუფლება, ვიღაცას განჟისუნარი და როდესაც ესეთი მოცემულობები გეძლება, ეს სხვის ნუგეშინისაცემადაც უნდა გამოიყენო. აი მაგალითად ტალანტების სახარებაში როგორ არის ხო, ვიღაცამ გაამრავლა, ვიღაცამ კიდე დამარხა. და არ უნდა იყო დამმარხველი ტალანტების. თუ შეგიძლია შენ ადამიანს ნუგეში მისცე, ხო, აუცილებლად ეს უნდა გააკეთო. ახლა მე რამ მაიძულა, რომ ამ პოზიციაზე დამდგარიყავი, რომ ნახე ის კადრები, სადაც ადამიანებს ესე უმოწყალოდ ექცეოდნენ, ესე ადამიანებზე ძალადობდნენ და მე ვფიქრობ, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო ნუგეში იმ სიტყვისგან, რაც ჩემს ქადაგებებში იყო, თუნდაც სატელევიზიო გამოსვლებში. და ამან მაიძულა, რომ გამოსულიყავი ამ ყველაფრის წინააღმდეგ. უფრო ამ ყველაფრის წინააღმდეგ კი არა ვარ, უფრო ვიცავ იმათ, ვისაც ესე ექცევიან. და როდესაც შენ იცავ დაჩაგრულს, ავტომატურად გამოდიხარ იმის წინააღმდეგ და ეგ როგორ არის, როდესაც კაცი სიყვარულიდან მოქმედებ, ხო, მოყვას ის სიყვარულიდან, შენ ავტომატურად აღმოჩნდები იმის საწინააღმდეგო მხარეს, ვინც მასზე ძალადობს. და ბევრმა ჩათვალა, რომ ჩვენ უპირისპირდებით ან ხელისუფლებას, ან ეკლესიის გარკვეულ წარმომადგენლებს, არა, მათ კი არ უპირისპირდები. ვიცავ იმ ადამიანებს, ვისაც ისინი უსამართლოდ ექცევიან და ეს უკვე მათი გადასახედიდან მათთან დაპირისპირებას შემოდის და ასე რომ ვფიქრობ, რომ საბოლოოდ მაინც ეს გზა რა გზითაც დღეს ჩვენ მივდივართ, აუცილებლად მივა გამარჯვებამდე და აი რუსთაველის გამზირს ვეძახი უნივერსიტეტს. იმიტომ რომ იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, ავიცი მწერლები, მასწავლებლები, ლექტორები, ჟურნალისტები და რა ვიცი ნებისმიერი საზოგადოების ფენა, ექიმები თუ ვინ გინდა. და თუ კი ვინმე დღეს გონიერი და განათლებულია, ყველას მე იქ ვხედავ. და მიხარია, რომ აი ყველა რაღაც ცუდ მოვლენაში რაღაცა სიკეთის მარცვლები ყველგან არის და ის რაც უბედურება დღეს ჩვენს ქვეყანაშია, აი იქიდან მაინც სიკეთის მარცვლები არის ის, რომ აი ამდენ ხალხს ესე ვხედავ ჩვენ იქ ერთმანეთს და ესე ვურთიერთობთ და ვფიქრობ საბოლოოდ სიმართლე მაინც ამ ყველაფერზე მაღლა დადგება და გაიმარჯვებს და ასე რომ დღეს არ არის დრო იმისა, რომ რაღაცაზე გულგატეხილები ვიყოთ და რაღაცაზე ხელები ჩამოუშვათ. ხდება ესეთი რაღაცები ცხოვრებაში, მაგრამ ამაში ადამიანი განსაცდელში საერთოდ ადამიანი უფრო მეტად იწრთობა, უფრო მეტად ბრძენდება, უფრო მეტად იწყებს აზროვნებას და ეს განსაცდელი ჩვენს თაობას და ამ ეპოქას გვაქვს გამოსაწრთობად. და გვაქვს იმისთვის, რომ უფრო მეტად დავბრძენდეთ და ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. ამას წინათ ვფიქრობდი გუშინ მე და ოთოს კონდა მე რა კოსტავაზე რაღაც ჩაწერა და მან საუბრობდით იმაზე, რომ აი მაგალითად მოყავდა ერთი ადამიანის სიტყვები, ვინც პირადად იცნობდა მე რა კოსტავაზე, ის ამბობდა, რომ აი მისთვის აი მტერი არ არსებობდა, რა ის პოლიციელის სხვა ვინც აი მის წინააღმდეგ იყო, აი ყველასთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, რომ აი მტრად არ აღიქვამდა და ну ასე შემდეგ რა. ну ყველას თავისი გზა აქვს და ახლობით ესეთ რაღაცას ამბობდა. ძალიან გავს ეგ ამ არაძალადობრივი ბრძოლის ну მთავარ გზას, რომ აი ამ ბრძოლაში, როდესაც ჩვენ მართლები ვართ, ისეთებად არ გადავიქცეთ, როგორიც არიან ისინი რა. და ძალიან ისეთი კავშირი აქვს ხო ამას ქრისტიანობასთანაც, ქრისტიანულ ღირებულებებთანაც, ასე მსგავს ბრძოლას ვდავარქმევთ რა, არაძალადობრივ ბრძოლას, სადაც მთავარი არის, რომ ჩვენ სიყვარული გქონდეს და ჩვენი სიმართლე არ დავკარგოთ და არ გადავიქცეთ ისეთ ადამიანებად, როგორებიც თვითონ არიან, ვინც აი ძალადობს, რაღაცა არბევს და ასე შემდეგ, ხო? აი მე მაინტერესებს აი ის ადამიანი ხო ვინც YouTube-ის ერთ პლატფორმას, სადაც უფრო ახალგაზრდები არიან.
როგორ შეიძლება ამ ადამიანებს აუხსნათ ზოგადად აი ქრისტიანობის არსი, ქრისტიანობის აი თავარი ღირებულებები და როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ის იმასთან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, თუნდაც გარეთ გამოსვლით. რაც შეეხება მერაბ კოსტავას, რომ ტრად არ თვლიდა არავის, ეს ალბათ ის ამ გაგებით აკეთებდა ამას და ამ გაგებით ფიქრობდა, რომ მას პირადი მტერი არ გააჩნდა, პირად მტრად არ აღიქონდა არავის და თუ ვინმე მტერი იყო და თუ ვინმე ეს მტრად თვლიდა და აკრიტიკებდა, ეს იყო მისი ქვეყნის მტერი. როდესაც შენ პირადი მტერი არ აკავს, არამედ გებრძვის ქვეყნის მტერი, ამ შემთხვევაში შენ არ მოქმედებ პირადი წყენებით და პირადი გაღიზიანებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მე როცა შეხვედრა მაქვს პოლიტიკოსებთან, ყოველთვის ვეუბნები, რომ ადამიანი, რომელიც პირადი წყენით მოქმედებს, ის არასოდეს არ იქნება პოლიტიკოსი. ის ვერასოდეს ვერ მიაღწევს დიდ საქმეს. რადგან პირადი წყენა შეიძლება გეწყინოს ისეთი ადამიანისგან, რომელიც შეიძლება გმირია. მაგრამ შენ პირადად რაღაცა გეწყინოს, მაგრამ იმ ადამიანს შეეძლოს ქვეყნის გამოხსნა. მაშინ იმ ადამიანს უნდა დაუდგე ქვეყნის გამოხსნაში. ამიტომ ვეუბნები პოლიტიკოსებს, რომ დაივიწყონ ეს პირადი ისა ერთმანეთის კრიტიკა, ვინ რა გააკეთა და ვინ რა ჩაიდინა ოდესღაც. არამედ ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი მიზნით. დღეს გადასარჩენია საქართველოს და ეს მიზანი უნდა იყოს საერთო და უნდა გვყავდეს საერთო მტერი, რომელსაც ქვია ქვეყნის მტერი და არა პირადი მტერი. ამიტომ მეც ახლა ვიღაცები მეწინააღმდეგებიან და აი ჩვენ ხშირად ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ ღმერთი აცვეს ჯვარს. ეს არის ეს ხო პირდაპირ გაგებით ვერ გაიგება. ღმერთი მოკლეს. ესეც ვერ გაიგება, იმიტომ რომ ღმერთის მოკლა შეუძლებელია. ღმერთის ჯვარცმა შეუძლებელია. მაშინ რატო ვამბობთ ამას, რომ აი ფარისევლებს და სხვა ვინც ეს მღვდელმთავრები, რომლებმაც ქრისტე აცვეს ჯვარს, ის აცვეს ქრისტე არ მოწონდათ იმ სიტყვის გამო და იმ მოქმედების გამო, რასაც ის აკეთებდა და ის იყო სიტყვა ღმერთი. ფარისევლებს ის რომ დაეწუნათ სახის გამო, კანის ფერის გამო, ან რაღაცა შესახედაობით და რაღაცით. მაშინ ვერ ვიტყოდი ჩვენ რომ ღმერთი აცვეს ჯვარს. ქრისტე ჯვარს აცვეს თავისი სიტყვის, თავისი სიმართლის, რომელსაც ის ამბობდა და ის იყო ღმერთი. განკაცებული ღმერთი და ღმერთმა შეიერთა ეს მისი კაცობრიობი ბუნება და ის აცვეს ჯვარს, ამიტომ ვამბობთ რომ ღმერთი აცვეს ჯვარს, რადგან ეს კაცობრიობი ბუნება სიტყვა ღმერთის იყო, ძე ღვთისა განკაცდა. და აი ზუსტად ის ღმერთი, რომელმაც შეიმოსა ეს კაცობრიობი ბუნება, ის დაიწონეს. ეხლა მეც ვინც მებრძვის, მე იმიტომ კი არ მებრძვიან, რომ სახეზე არ მოვწონვართ ან ზუსტად იწუნებენ იმას, რაც არის, რასაც მე ვამბობ ქრისტეს მიერ. ანუ ქრისტე არ მოწონთ. მე კი არა ვარ ქრისტე, მაგრამ ქრისტე მალაპარაკებს მე. და ქრისტეს სიტყვას ვლაპარაკობ და მე ვეუბნები შეამოწმე თუ ეს არ არის ქრისტესი. მაგრამ შემოწმებაც დიდად არ შეუძლიათ და არ მოსწონთ ის, რასაც მე ვსაუბრობ ქვეყნის მიმართებაში, მთავრობის მიმართებაში და ზოგიერთი ადამიანების მიმართებაში, რომლებიც ხელს არ უწყობენ ქვეყნის გათავისუფლებას და ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ როცა მე ვხვდები მათი მტერი, ესე იგი ისინი თვლიან მაშინ, რომ ქრისტეა მათი მტერი. იმიტომ რომ ქრისტემაც შეიძლება იგივე უთხრას. აი აღდგომა ეს დროს არის ძალიან საინტერესო. მარიამ
მაგდალინელი რომ მივა და ქრისტეს ცარიელ საფლავში რომ შეიხედავს, ანგელოზი ეუბნება რომ რას ეძებო, ვის ეძებო. და შემდეგ ანგელოზის შემდეგ უკან რომ მიბრუნდება, ქრისტეს იგივეს ეუბნება. ქრისტეს იგივეს ეუბნება მარიამს. ანუ ანგელოზი არის ის, ვინც ღმერთს რა უნდა თქვას, იმას ამბობს და მღვდელიც ეს უნდა იყოს. ღმერთს რა უნდა თქვას, მე ყოველთვის ვოცულობ, რომ ის მათქმევინე უფალო, რომელიც შენ გინდა რომ თქვა. და მე ვამბობ, რომ მე ვარ ხმა, მე არა ვარ ეს აზრები, ეს ცნობიერება, ეს ცოდნა ჩემი არ არის, ეს ქრისტე მაძლევს. სახარებიდან ვიღებ, წმინდა მამებიდან ვიღებ და როცა ამას გეუბნებით, შეამოწმეთ მაშინ მამებში, შეცდომაა თუ არა, ასეა ეს და აქედან გამომდინარე ებრძვიან იმ ქრისტეს ცნობიერებას, რომელიც ცნობიერებიდან მე ვსაუბრობ. ამიტომ მე პირადი მტერი მეც არ გამაჩნია, ისინი ქვეყნის მტრები არიან. როსტავას სწორად ამბობდა, რომ პირადი მტერი არც უნდა ყავდეს. აი ზოგადად ეხა აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე რა, არ ვართ მარტივ მდგომარეობაში, ხო? ხედავთ ასე თუ ისე დაკუცმაცებულ ოპოზიციურ მხარეს, აი თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს შიდა კონფლიქტები და ეს ძალიან აზიანებს სიტუაციას. საზოგადოების დიდი ნაწილიც იმდენად არ არის ჩართული პროცესებში, ხო? სხვა ჯგუფები არიან, თქვენ როგორც თქვით, რომ საბჭოთა იმან იმუშავა ამაზე, რომ თუნდაც თითქოს ეგრეა გამართული და სწორი, რომ თითქოს მამამ არ უნდა დააფიქსიროს მისი პოზიცია, ხო? ეს მხოლოდ ამ საკითხს არ ეხება, ყველგან ეგრეა. თითქოს აპოლიტიკურობა მოდულად გახადეს, თუნდაც აი სტუდენტების ნაწილშიც ერთ-ერთ პოლიტიკის სტუდენტი იყო ერთი ახალგაზრდა და კითხეს უთხრა რომ აი მე პოლიტიკის იმაზე ვარ, მაგრამ აპოლიტიკური ვარ. და ეგრე არის საზოგადოების დიდ ნაწილში, იქიდან გამომდინარე, რომ ამაზე პროპაგანდა იმუშავა და ძალიან დიდი თანხა ჩადეს ამ პროცესებში, რომ ეგრე ყოფილიყო რა. მაგრამ ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ასე შემდეგ და გავიდეთ პრო ადამიანებთან და ვესაუბროთ ამაზე და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება ეს ესეთი მარტივი პროცესი არ იყოს და ცოტა რაღაც ხანგრძლივიც იყოს. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ცოტა პროცესის მოტრიალება, ასე ვთქვათ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწოდოთ ხმა და აი არ ვიცი, რაში ვხედავთ რა გამოსავალს, ასე ვთქვათ. ეს პოლიტიკოსობას რასაც ეძახიან ხო სასულიერო პირების. აი გავიხსენოთ სახარებიდან. იოანე ნათლისმცემელმა ამხილა მეფე უზნეობის გამო. იოანე ოქროპილმა ამხილა მთელი მეფის კარი უზნეობის გამო, ვერცხლის მოყვარეობის გამო, კორუფციის გამო. და რატო? იმიტომ რომ საერთოდ პირველი პირების მოქმედება საერთოდ ცოდვა საქმე ესეთი თვისება, რომ ადვილად გადამდებია. და მით უმეტეს, როდესაც ამას პირველი პირები და თვალსაჩინო და ისეთი პოპულარული ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც მიმბაძველები ყავთ, მაშინ მით უფრო მეტად საშიშია. და ამიტომ იყო, რომ ნათლისმცემელი, ოქროპირი და სხვა ესეთი დიდი მამები ამხელდნენ ასეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ადვილად შეიძლებოდა ისინი მისაბაძები გამხდარიყვნენ სხვებისთვის და სხვებიც რომ არ დაზიანებულიყვნენ. აი არის ესეთი სწავლება, რომ სახარება, რომელიც ძველია, მაგრამ მუდმივად ახალიაო, მუდმივად ახდება ის შენში, აი ადამიანი რაც უფრო მეტად უღრმავდება ღვთის სიტყვას, მით უფრო მეტად ახდება, მით უფრო მეტად ახალს ხედავს ის მასში. და მით უფრო მეტად ახდება ასე დროს პიროვნება, ანუ იცვლება, როგორც პავლე მოციქულს აქვს ვიცვლი აზროვნებას და თავადაც ვიცვლებიო. აი რაც უფრო მეტად ადამიანი უღრმავდება სახარებას, მით უფრო მეტად მისი პიროვნება უკეთესისკენ ახდება. და საერთოდ, როდესაც გაიგებ რაღაცას
ჭეშმარიტებაზე მცირეც უნდა გაგიჩნდეს უფრო მეტი გაგების სურვილი. თუ უფრო მეტი გაგების სურვილი არ გაგიჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ესე იგი იქ რაღაცა ვერ გაიგე სწორად, ან რაღაცა სხვა მიზნები გაამოძრავებს და ამიტომ უგულებელყოფ და აი როგორი რამე იცით, მაგალითად აი სახარებაში როა საქეს უნდა ქრისტეს დანახვა. და ავიდა ხეზე. და ქრისტემ დაინახა საქე და მიდის მასთან. ანუ რატო შეამჩნია ქრისტემ საქე? იმიტომ შეამჩნია, რომ საქეს სურვილი ქონდა ღმერთის დანახვის. აი ეს სურვილი შეიწირა ღმერთმა და ამიტომ მიდის საქესთან და ეუბნება იჩქარეო. და სახარებაში წერიაო აჩქარდაო საქე. აი ნახეთ, საქეს აჩქარება რამ გამოიწვია? საქეს აჩქარება გამოიწვია იმან, რომ საქეს უნდა უფრო მეტად გაეგო ქრისტე. ეს შენ მაგალითად ვიღაცა საყვარელი ადამიანი, შენთვის ძვირფასი ადამიანი რო გითხრან, რომ აი სადარვაზოსთან გელოდება, ხო, აჩქარდები და სირბილი ჩაირვენ კიბებს. თუ არ აჩქარდები და დაარჩები შენს ადგილას, ესე იგი ეს ადამიანი შენთვის არ არის მნიშვნელოვანი. ის აქეს აჩქარება გამოიწვია იმან, რომ მას უნდა უფრო მეტად მიახლებოდა ღმერთს. და როდესაც აი მცირეც რაღაცას გაიგებ ჭეშმარიტებაზე, ამან კიდე უფრო მეტად უნდა აგაჩქაროს და უფრო მეტად უნდა გინდოდეს, რაც შეიძლება მალე მიხვიდე ღმერთთან. და ესეა საერთოდ, როდესაც ადამიანი გაიგებ, რომ შენი სამშობლო, შენი ეკლესია, შენი მოყვასი განსაცდელშია, აი ამ სიყვარულმა შენი ქვეყნის ეკლესიის და მოყვასის მიმართ უნდა აგაჩქაროს. რომ დაეხმარო მას გადარჩენაში. და დღეს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და თითოეული სამშობლოს შეყვარებული ადამიანი აჩქარებული უნდა იყოს. უნდა მივიჩქაროდეთ ერთმანეთისკენ და ჩვენი ქვეყნისკენ, რომ რამენაირად გამოვიხსნათ და გადავარჩინოთ. ეს აი როგორი რამე იცი, დედაკაც მაგალითად ყეობაში რო ყავდეს ან სნეულებაში და უმკურნალე 1 წელი, მაგალითად 1 წლის განმავლობაში ვერ გამოიხსენი, რა მომდევნო წელს აღარ გააგრძელებ მისი სიცოცხლისთვის ბრძოლას? ხო, აი ბოლომდე იბრძოლებ და ესეა დღეს ჩვენი ქვეყანა არის უდიდეს განსაცდელში. და ჩვენ არანაირად არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა, მანამ სანამ პირში სული გვიდგია და მანამ სანამ ქვეყანას არ გამოვიხსნით. ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა ქართველმა. ბევრს გააზრებული აქვს, მაგრამ ბევრი სამწუხაროდ რაღაცნაირად მაინც მეტნაკლებად ინერტულია, ბევრი კიდე ზოგი კიდე საპირისპირო მხარეს არის და აი მინდა მაგალითად უკრაინის ბრძოლა და ჩვენი ბრძოლა ხო რუსეთის წინააღმდეგ. აი უკრაინას რა უპირატესობა აქვს მაგალითად ჩვენთან შედარებით? ის უპირატესობა აქვს, რომ უკრაინაში ეკლესია, მთავრობა, ოპოზიცია, ხალხი, ჯარი ყველა გაერთიანებულია. ანუ მათ ყველამ ერთად შეაფასა ის, რომ რუსეთი მტერია. ძიმე დღეში არიან იმიტომ, რომ მათ ეს უხდებათ სიცოცხლის ფასად, საკუთარი თავისუფლების დაცვა, მაგრამ უპირატესობა ჩვენთან შედარებით აქვს ის, რომ იქ ყველა ერთადზეა და მტერს მტერი დაარქვეს. ახლა ჩვენთან რა პრობლემაა? ჩვენ არ ვიბრძვით ფიზიკურად, ხო, სისხლს არ ვხვრით, მადლობა ღმერთს და მაგრამ ჩვენ მე მგონია, რომ უფრო გძიმე ბრძოლა გვაქვს. იმიტომ რომ ჯერ ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთებმა მტრის სახელი ვერ დაარქვა. ვერ დაარქვეს, ზოგმა ვერ დაინახა და ზოგმა კიდე დაინახა, მაგრამ მტერი აირჩია მაინც რუსეთი და დგას დღეს მტრის მხარეს. და ჩვენში აი ეს ცნობიერი პრობლემა დგას. დღეს ჩვენ ერი მთლიანად ვერ შევთანხმდით ყველა ერთად იმაში, რომ რუსეთი ჩვენი მტერია. და ჩვენს ქვეყანაში არის ცნობიერი ბრძოლა. ჩვენ თუ ამ ცნობიერ ბრძოლაში დაუმარცხდით, ჩვენ განწირულები ვართ. აი უკრაინა ამ ხორციელომში რომ დამარცხდეს, მაინც გადარჩება. იმიტომ რომ იქ ცნობიერად იციან, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვასი და ეს აზროვნება, ესეთი დამოკიდებულება საკითხის მიმართ მათში იწვევს იმას, რომ ისინი არასდროს არ დანებდებიან და მუდმივად იქნებიან მტერთან ბრძოლაში. და თუ ჩვენს ქვეყანაში მტერი მოყვასად ჩავთვალეთ, ჩვენ დამარცხებულები ვიქნებით და ვერასდროს ვერ გამოვიდთ. ამიტომაც ჩვენი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და ქართული ოცნების წინააღმდეგ უფრო ვიტყოდე იმ ძიმეწონიანია და უფრო საშიშია. იმიტომ რომ
ასეთი თუ ასეთ ამაზროვნებამ გაიმარჯვა, რაც ამ ქართულ ოცნებას აქვს, ჩვენ ძალიან სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ამიტომ არანაირად არ შეიძლება დათმობა ამ ბრძოლაში. კი, ყოველთვის ვადარებ ხოლმე ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, არა, თვითონ ამ იდეოლოგიას რა, როგორი იდეოლოგია აქვთ რა, ერთი ხო ეს ძალიან დაახლოებული არის რუსულ აზროვნებასთან, ასე გულისხმობ რომ უნდა იყოს თითქოს ისეთი ჩაკეტილი საზოგადოება ერთი, მე ყველაფერს რაღაცნაირად ახურდავებენ რა, თითქოს ეს ღირებულებები, ეს გმირობა, ასე შემდეგ, გვერდზე აუთ გადადებული და თითქოს ცუდია, ხო, იქ თქვა ზოგიერთმა წულუკიანმა და ასე შემდეგ, რომ რაღაც თუ შეწირული ის იყო აი გმირებზე. და ყველანაირის აქვს სამოტრიალებული მშვიდობის მნიშვნელობაც საერთოდ განსხვავებულად მოგვაწოდეს და თან ეხლა წმინდა პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენეს, რომ საქართველოში ამდენ ომგადატანილი ხალხისთვის ეთქვათ, რომ აი ჩვენ საარჩევნო ისა გვაქვს, რომ მშვიდობა იქნება, ხო? ხო და აი რეალური მშვიდობა რა არის? ეგ მაინტერესებს. რეალური მშვიდობა ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა, რომელიც მოგვიტანა მტერთან დამორჩილება. და თუ რაც უფრო მეტად დავემორჩილებით, მით უფრო მეტად მშვიდად ვიქნებით. საქართველო არასოდეს არ ყოფილა ისე დაცული გარე წრისაგან, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს საზღვარს ვერ გადმოლახავდა ვერავინ, მაგრამ მტერთან ვიყავით. დაპყრობილები ვიყავით. საბჭოთა კავშირის დროს ესეთი მშვიდობა ჰქონდა, რომ განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ ესეთი მშვიდობა არ ამგონია საქართველოს აწიექრეს, მაგრამ ეს მშვიდობა იყო მშვიდად სიკვდილი და მშვიდი ჯოჯოხეთი. მშვიდ ჯოჯოხეთში ცხოვრობდით. ამიტომ ეს დავიწუნეთ ჩვენ, როცა საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, როცა საბჭოთა კავშირის დაშლასაც ხელი შეუწყოთ, აქედან დაიწყო ხო ეს პროტესტები 9 აპრილი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მშვიდობა გვინდა თავისუფლებაში, ჩვენ მშვიდობა გვინდა თვითმყოფადობაში და არა მონობაში. ეგ არის ჩვენი მიზანი და ამიტომ შეუძლებელია მშვიდობა იყოს, როცა მთავრობა ყოველ დღე ასე ებრძვის თავის ხალხს. ესეთი მთავრობა მსოფლიოში არ არსებობს. არ არსებობს მთავრობა, რომელიც 300 დღეზე მეტი პროტესტს უცხადებდეს, 1 წელზე მეტია პროტესტს რო უცხადებს მოსახლეობა და იმათ ეს არ აინტერესებთ. აი დემოკრატიულ ქვეყნებში ცირე რაღაცა რომ მოხდება და ხალხი რომ გამოვა და პროტესტებს გამოხატავს, პრემიერ-მინისტრები გადადგებიან ხოლმე. ჩვენთან ეს არის არ აინტერესებთ ხალხის. დაყრობდა მთავრობა და იმიტომ რომ ეს მთავრობა არ არის ჩვენი მთავრობა. ეს არის ის მთავრობა, რომელმაც მტერი აირჩია მოყვასად. მე ახლა ყოველთვის ვადარებ ხოლმე ეს ვაკავშირებ ხოლმე აი პროტესტს შინაგანი ხმის გამოძახილთან და ეს შინაგანი ღმერთი შეიძლება იყოს შეიძლება იყოს სინდისთან მჭიდროდ კავშირში, ხო? შევადაროთ, ну რა არის? შინაგანი ღმერთი შეიძლება სინდის იმიტომ იყოს, რომ შენ მაშინ შენ თავთან ხარ მართალი და თვალს უსწორებ შენს კონკრეტულ მოცემულობას. მაშინ ჩდება ჩემი აზრით სინანულის საკითხიც და სინანული ჰაერიდან არ მოდის, ამასთან უნდა ახლავდეს აზროვნებაც, ხო, რა თქმა უნდა. და რაღაც თავისუფალიც უნდა იყოს, როდესაც ეს გზნობა გიჩდება, ანუ შენ და შენ თავზე მაღლა უნდა იდგე, როდესაც ამბობ, რომ აი მე ჯობდა რაღაცა ისე არ გამეკეთებინა და ანუ ვიღაცა არ გიდგას და არ გიღებს და იქ რაღაცა შოუში არ ახარ, შენ მარტო შენ თავთან ხარ და
მაშინ მონანიების გზნობა რო გიჩნდება, ესე იგი შენ ყველაზე თავისუფალი და ყველაზე მოაზროვნე მაგ მომენტში ხარ. და აი პავლესთანაც რო გავიხსენოთ ეგ სტეფანის ჩაქვავება ხო იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის ცოტა მობრუნდა და შემდეგვე გამოცხადება იყო. როდესაც მას დაელაპარაკა ქრისტე და უთხრა რომ სავლე რატომ დევნიმე არ გეყო ეკალზე ციხლის კურავ ხო აი მე მგონი რომ პირდაპირ ეგ არის რომ სინდისში ჩაიხედა მის სინდისში და ნახა სიმართლე რა მაგრამ აი ეს ჩაქვავების მომენტი რო არ ყოფილიყო და კიდე სხვა მომენტები რო არ ყოფილიყო შესაძლოა ძალიან გვიან გაჩენოდა ეს საკუთარ თავთან შეხვედრის შესაძლებლობა პავლეს მე ვფიქრობ რომ რაღაც ნაპერწკლები გარედან ესეთი სიმართლის ჭეშმარიტების ნაპერწკლები გარედან როდესაც ჩნდება მაშინ უფრო გაახლოვებს ეგ საკუთარ თავთან ჩაღრმავებას და ჩემი აზრით ეხა ჩვენ შეიძლება რაღაც 10000-ობით და 10000-ობით გარეთ არ ვიდგეთ მაგრამ ვიღაცაში ამან შეიძლება ეს ნაპერწკალი გააჩინოს რომ უფრო მეტად ჩაუღრმავდეს ამ დღევანდელ მდგომარეობას და უფრო მეტად გამოფხიზლდეს ამიტომ ჩვენი თუნდაც ახლა რუსთაველზე დგომა, თუნდაც სხვადასხვა კუთხით ჩართვა და ჩვენება საზოგადოებისთვის იმის რომ ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ რაღაც ფინანსების გამო კი არა, სამშობლოს გამო ვდგავართ და ასე შემდეგ. ამას თუ კარგად მივიტანთ საზოგადოების დიდ ნაწილამდე, ჩემი აზრით რომ ეს პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდება და მართლა გადავარჩენთ ამ ქვეყანას. ამიტომ პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ რომ ესე აქტიურად ხართ ამ პროცესებში ჩართული და კიდე ბევრი ახალგაზრდა ვინც არ უშინდება ყადაღებს, დაჯარიმებებს, დაკავებებს და მართლაც რა ვიცი ისეთი ადამიანები ყავთ დაჭერილები რომ ნორმალურ ქვეყანაში ალბათ ძეგლებს უნდა უდგამდნენ და რაღაც აჯილდოვებდნენ. ამიტომ ჩემი აზრით ყველაფერი მაინც ალბათონიაზე ხო, ხალბატონიაზე, რა ვიცი. ხალბატონაზაზე საუბრობდით გუშინ და იმდენი რაღაცა აქვს გადატანილი ამ ადამიანს 71 წლის ადამიანს აფხაზეთიდან მოყოლებული ყველაფერს თვითონ მიაღწია ქვია, ნუ 3 წლის წირწლოვან შვილთან ერთად გადმოვიდა და მოხუზესთან ერთად და შემდეგ ემიგრაცია და მთელი ეს ცხოვრების ტანჯვა და რაღაცები მის კისერზე გადავიდა და დღეს გამოდის და ებრძვის რუსეთს, იმიტომ რომ არ უნდა ისე იმ მდგომარეობაში დაბრუნდეს და მართლა სამაგალითო ადამიანები დგარან ჩვეგვერდი და ეს გვაძლიერებს ყველას. და კიდევ ის რომ ყველაზე ქრისტიანულად ალბათ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ერთმანეთის სიყვარული გვაქვს და ემპათია გვაქვს და არ ვტოვებთ განსაცდელში ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამით დასრულდა. მამა დოროთე და მამაშიო იყო ჩვენი სტუმარი, კი ბატონო. და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე. ერთი სიტყვით მამაშიოს დაგველაპარაკება. ისეთი ცუდია ჩვენებითობა. როდესაც ადამიანი მაგალითად ქველმოქმედებას აკეთებ, არა ქველმოქმედებისთვის, არამედ მაგალითად რაღაცა საკუთარი პირადი წარმოსაჩენად აი როგორი რამეა იცით რომ ადამიანი ასე დროს თვითონ სიკეთეს კი არ იცებს არამედ იმ პატივს და დიდებას რაც იმ სიკეთის კეთებას ახლავს თან ხო მე მაგალითად ტაძარი ააშენა ეგერ ვიძახიან ივანიშვილმა და მასში ქრისტიანული არაფერი არ ჩანს და გამოდის რომ ეს ტაძარი ააშენა იმის გამო რომ ის უნდა ქონოდა ის პატივი და დიდება რაც ტაძრის მშენებელს აქვს და არა სარწმუნოების გამო აკეთებს ამას თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მისი აშენებული, ეს ააშენა შევარნაძემ თავის დროზე, შევარნაძემ დაავალა ივანიშვილს ამის აშენება და ეს არ არის სათნოება, როდესაც რაღაცას დავალებით აკეთებ, სათნოება არის, როდესაც შენ ამას შენი სურვილით აკეთებ. და ამიტომ ამბობ, რომ ეს მოჩვენებითობა, რასაც დღეს მაგალითად ხელისუფლება აკეთებს, რომ თითქოს ისინი ადამიანებზე ზრუნავენ და აგერ აზავებოს რას უკეთებენ და პირბადის გამოიჭერენ და ივანიშვილის ღარიბაშვილი კიდევ სახში ოქროზოდები დაისუდებს და კაციშვილი ხელს არ კიდებს და აი ანანია და საფირა ხო რომ დაისაჯნენ ანანია და საფირა დაისაჯნენ არა იმის გამო მარტო რომ მათ იცრულეს არამედ დაისაჯეს რომ მათ უნდათ მოწყალების გამღების სახელი ქონოდათ ანუ აქაც მოჩვენებითობა კონდათ იმის კონდათ ის სტატუსი და ის სახელი რაც სინამდვილეში არ იყვნენ
და ამ მოჩვენებითობის გამო ისჯებიან. აი, როდესაც შენ გინდა ადამიანს საკუთარ ადამიანის წინაშე წარმოჩდე ის, რაც არ ახარ. როცა გინდა წარმოჩდე კეთილად და ამ დროს საკვარი ხარ. აი, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების პოლიტიკა, რომ უნდა თავი წარმოაჩინონ თითქოს პატრიოტებად, თითქოს, რა ვიცი, მშვიდობის მყოფელებად და რეალურად ეს ყველაფერი ისინი არ არიან და საერთოდ შეხება არ აქვს გავს რამესთან და ამიტომ ჩვენ უნდა გვეყოს იმისი სიბრძნე, რომ დავინახოთ თუ რამ საკრულად მოქმედებენ ისინი და რომ ყველაფერი მოჩვენებითია მათი მშვიდობაც და მათი პატრიოტიზმიც და მათი ვითომ ეკლესიურობაც. ყველაფერი ეს სამივე მათი პატრიოტიზმი, მათი მშვიდობა და მათი თითქოს მორწმუნეობა ეს არის მოჩვენებითი. და მე მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ფართო თვალებით დავინახოთ ეს ყველაფერი და არ შევიდეთ შეცდომაში. მოკლედ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.